მე ვერავის ვერ გავამტყუნე, ვინც ეხა დაკავებულია ან ბრალი წარდგენილი, ვერც იმ ახალგაზრდებს, ვინც ასეთი გზით არიდებდა თავს ჯარს, ვერც იმ ექიმებს თუ რაღაც საჯარო მოხელეებს, ვინც მათ ეხმარებოდა, იმიტომ რომ სავალდებულო გაწევა არის ბოროტება. ეს არის ახალგაზრდა ადამიანებისთვის ცხოვრების ძალით რაღაც ნაწილის ძალით წართმევა და ჩემი ღრმა რწმენით ჯარში უნდა ვსახურობდეს მხოლოდ ის, რაც მამის სურვილი აქვს. და ვისაც არ უნდა ჯარში, ის ჯარში არ უნდა მიდიოდეს. და სამწუხაროა, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილმა, ეს არ მარტო მთავრობას ეხება, არამედ იმ ხალხს, ვისაც ზოგადად სავალდებულო ჯარი გონია რომ რაღაც სიკეთეა, ვერ გააცნობიერა, რომ არ შეიძლება ციხის მუქარით ადამიანი ჯარში წავიყვანო. 3 წლიანი ციხით ემუქრებიან ადამიანებს, რომ ჯარში წავიდნენ და ბუნებრივია, რომ მე ახალგაზრდები ეძებენ გზას, რომ თავი არიდონ ამ ყველაფერს. მათ ეხლა შეუძლიათ მოვიდნენ ბიბლიურ თავისუფლებაში, მაგრამ როცა ცვლილებების შემდეგ საკმაოდ გართულდა ეს ამბავი და მაშინაც კი როცა ეს იყო ძალიან მარტივი, ჩვეულებრივი ამბავი იყო, აი ვიცოდი გოჭს უყიდნენ ხოლმე კომისარს და ასე არიდებდნენ თავს, იმიტომ რომ ეს სოფელში ეს მეზობელია და ბარემ ვიქეიფოთ და ასე შემდეგ. ანუ ეს კომისარი და კორუფცია ზოგადად სინონიმები იყო საბჭოთა კავშირთან მოყოლებული. ეხლაც ასეა. უბრალოდ შეიცვალა წესები და შეიცვალა რაღაც სხვა კორუფციული სქემები გაჩნდა. უნივერსიტეტების დიდი ნაწილი მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ახალგაზრდები არ მიდიან ჯარში, უბრალოდ ბონუსად მოყვება დიპლომით. მთელი სისტემა ამაზე აწყობილი და მე ვერავის ვერ გავამტყუნებ, იმიტომ რომ აი წამოიგინეთ, რომ არ გინდა ჯარში წასვლა და ვიღაც მოდის და ძალით გემუქრება ციხი და თუ არ წახვალ, აი 3 წელი ციხეში გაატარებ. ხო ბუნებრივია რეაქცია, რომ მე ამას თავი ავარიდო, მაგრამ ვინაიდან ჩვენ მოსახლეობას უბრალოდ არ აქვს გაცნობიერებული, რომ აი ასე ახალგაზრდა ძალადობა არ შეიძლება. როცა ეს ჯარის მიმართ უპატიცემლობა, როცა პროფესიონალ ჯარისკაცს ზურს უმაგრებს, ადამიანს გაქცევაზე ფიქრობს, ეს არ ზრდის თავდაცვის უნარიანობას, იმიტომ რომ ადამიანს რა უნდა ჯარში რას დაგიცავს, რის დაგიცავს. მით უმეტეს ჩვენ ქვეყანაში, სადაც ვიცი, იარაღი არ გვიყიდია 1-10 წელი საერთოდ არანაირი. და რა ვიცი, იმის ეჭვი არსებობს, რომ ომი რო დაიწყოს ჩვენ მტერთან, ღმერთმა დაგვიფაროს, ერთარობა პირველ წამსვე თეთრ დროშას ამოაგდებს. ხო და აი ასეთ სიტუაციაში რომ ხალხი მაინც ხარს უჭერს ამ რაღაც სავალდებულო გაწევას, მე ბუნებრივია ის ხალხი, ვინც ხვეპლი არის ამ ყველაფრის. ეძებენ სხვა გზას და აი ჩემს ყველა ეს ადამიანი სულად უსამართლოდ იქნება ეხლა დასჯილი, იმიტომ რომ არაფრში არის, დამნაშავე არის მთავრობა, ვინც სავალდებულო გაწევას ინარჩუნებს. იმის ნაცვლად რომ უბრალოდ გაზარდოს ხელფასი 500 ლარი არის და 1000 იყოს, 1500 იყოს, 2000, ვის ენანება ფული ჩვენ ჯარისკაცებისთვის? ვის ენანება ფული იმ ხალხისთვის, ვინც მზად არის დაეცვას ქვეყანა? ხო და 1000 ლარი არ გვეყოფა, 1500 იყოს, 2000 იყოს და ამით მოვაგვაროთ ეს პრობლემა. ამის ნაცვლად იაფად ახალგაზრდებზე ძალადობით, ციხის მუქარით ავსებენ ამ კვოტებს, რომელიც არც ისე დიდია. სულ 4000 ახალგაზრდას იწვევენ წელიწადში და მე ასეთი სამწუხარო ფაქტები ხდება. კი ბატონო. სანდრო, ახლა ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულად სუსის მიერ ამ ერთ კონკრეტულ საკითხზე ჩატარებულ გამოძიებაზე, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ განსაკუთრებით აქტიურობს სუსი და მოკლედ კობახიძის რაღაცა მთავრობის მეთაურად არჩევის შემდეგ კორუფციასთან ბრძოლა იქცა მის ერთ-ერთ მთავარ ხაზად და ვხედავ კიდევაც, რომ ყოფილი თანაგუნდელებიც ციხეში ყავთ უკვე, ხო? აი ამის ბევრისთვის დღემდე დაუჯერებლად გამოიყურება, რომ ღარიბაშვილს თუ ივანიშვილი ციხეში გაუშვებდა, ვერავის წარმოედგინა, ხო, აღარ მოსამობ ლილუაშვილი, ბურჭულაძე და ასე შემდეგ. აი მე თქვენ მინდა გითხოთ, აი თქვენი ანალიზით რა ახალ დღის წესრიგს ქმნის ივანიშვილი, თუნდაც აი კობახიძის დახმარებით ამ შემთხვევაში, აი რა პოლიტიკური დღის წესრიგია ეს, რომელსაც აყენებს, ვისზე არის ეს გათვლილი, იმიტომ რომ ის ვინც ფიქრობდა, რომ ღარიბაშვილი დასაჭერია 5 წლის წინ, დღესაც ისევე ფიქრობს და არ წენია, ხო? და ქართული ოცნების ამომრჩეველსაც კიდე რაღაცა თავისებურად პროპაგანდით უფუთავენ აი ამ ამბავს. აი რა ხდება, აი ამის ანალიზი რო გავაკეთოთ, აი ამ პროცესის რასაც უყურებ. ნუ პირველ რიგში რაც არ უნდა ხდებოდეს, ეს კორუფციასთან ბრძოლა ყველაზე ნაკლებად არის, იმიტომ რომ მე არ მგონია რომ კობახიძეს რასთან ბრძოლაა ეს მაშინ? ხო, აი კობახიძე საკმაოდ განათლებული ადამიანი, რომ იცოდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლა იწყება პარლამენტში. ანუ კორუფცია არის ცუდი კანონების შედეგი. როგორც ეხლა ამ შემთხვევაში, ჯარის შემთხვევაში ცუდი კანონები იწვევს კორუფციას, ისევე ყველა სხვა სფეროში, როცა მინისტრების მოადგილეებს გადამეტებული ძალაუფლება აქვს, ეს იწვევს კორუფციას. ეს არის რაღაც ანბანური ჭეშმარიტება, რომელიც აი კორუფცია როცა მიშას რო შემცირდა, მერაბიშვილმა კი არ შეამცირა პირობითად, არამედ ბენდუქიძემ. როცა გაუხდა რეგულაციები, გაუხდა რაღაცა უამრავი სხვა ლიცენზია, შემცირდა გადასახადები, ამან ბუნებრივად გააუქმა კორუფცია. ანუ კორუფციასთან ბრძოლა იწყება კანონების ცვლილებით და არა ის, რომ რაღაც გამკაცებ რაღაც სასჯელებს და დაიჭერ ადამიანებს. მით უმეტეს ღარიბაშვილის შემთხვევაში, როცა ეჭერ მინისტრის მოადგილეს, ხო წამდგენით, რამდენი ადამიანი იქნება ამ ჯაჭვში მონაწილე თუ რაღაცას ფულს იპარავენ.
ხო და თუ ისინი მილიონებს იპარავენ მინისტრები, ესე იგი რიგითი საჯარო მოხელეები უნდა იყოს ათობით და ასობით ადამიანი უნდა იყოს დაჭრილი თუ საქმეზე მიდგა, ხო? რასთან ბრძოლას ვუყურებთ? მე მგონი ეს ეხლა ყველაფერი რაც ხდება, განათლების რეფორმაც კი საბოლოო ჯამში არის ვერტიკალის გამყარების ამბავი. რომ უბრალოდ გასაგები იყოს ვის აქვს ძალაუფლება, ვინ აქვს განათლების მიღები, ადრე უფრო ესეთი ასე ვთქვათ ადაპტირებადი სისტემა ქონდა ბიზნეს საწყობილი, რომ იყოს სხვა ხალხი დამოუკიდებელი სვლა ქონდათ ივანიშვილთან, ღარიბაშვილი არ იყო დამოუკიდებული კობახიძეზე დამოუკიდებელი იყო ლილვაშვილისგან და ურთიერთ კონკურენცია იყო, ერთმანეთთან ჩხუბი იყო და საბოლოოში ამის არბიტრი იყო ბიძინა ივანიშვილი და ეხლა ვერტიკალი აწყობილი. ამიტომ ვინ არის ამის ავტორი? თავად ივანიშვილია? კი, ცხადია, ხა ივანიშვილია ამ ყოველს ავტორი, მაგრამ მე კობახიძე, დინარაძე და მე რაღაცა ეს იშლება ეს სისტემა და რატო დაავიწროვა, რაში დასჭირდა მაშინ? მე ხა ივანიშვილის თავში ვერ ჩავწრები, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ ან ზოგადად ბუნებრივი ტენდენცია ასეთი ერთპიროვნული მართლობის, იმიტომ რომ რაღაც მომენტში რაღაც ეჭვიანობ, რაღაცა საფრთხე შეიძლება იგრძნო? ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ხა მე სპეკულაციაში ვერ გადავალ, მაგრამ ზოგადად ასეთი სისტემები მიდრეკილები არიან, რომ ვერტიკალი უფრო მარტივია ადამიანურად. შეიძლება არაეფექტიანია, იმიტომ რომ შეიძლება ჩამოიშალოს. რა სისტემაც ადრე ქონდა, უფრო მდგრადი იყო ჩემი აზრით, ვიდრე ეხლა რაც ხდება, მაგრამ ადამიანურად როცა ერთ ადამიანთან უნდა იკომუნიცირო, უკეთესია და მარტივია, ვიდრე 7-თან მაგალითად. ეს რაც ხდება ოცნების შიგნით, ოცნების სისუსტეზე მიანიშნებს თუ არა? აი როდესაც გვესმის შეფასებებს, რომ აი თავადაც არ აქვს კარგად საქმე ერთმანეთის დაჭერაზე გადავიდნენ, ანუ ასე დრამატულად ჩანს თქვენთვისაც? არა, მე არ მგონია, მე სისუსტე პირიქით ზოგადად სისტემა შეიძლება პიკში რო ავას თავისი ძალაუფლების და ძალის მე იშლება ხოლმე და ამიტომ პირიქით ალბათ თუ ვიღაცა ელოდება რომ სისტემა დაიშლება, ამის სიმპტომი უნდა იყოს სისტემის გაძლიერება. ხო და მე არ მგონია რომ ამ შემთხვევაში ახლა მაინდამაინც სისუსტეზე ვსაუბრობთ, უბრალოდ დაწყებული მითხრა შეიძლება უბრალოდ ადამიანების აღარ დარჩა ბიზნესი, ელემენტარულად ოდნავ ადეკვატური და კომპეტენტური ადამიანები დამთავრებული იმით რომ მართლაც უბრალოდ არანაირი სხვა მექანიზმი არ არსებობს კონტროლის. აი თუნდაც აი ოპოზიციას ხო კონტროლის ინსტრუმენტია რაღაც გაგებით ხო ხელისუფლების პოლიტიკური პროცესი რო იყოს, რეალური პოლიტიკური პროცესი, შეიძლება რაღაცნაირად ეს სისტემა აკონტროლოს, მაგრამ როცა არ არის პოლიტიკური პროცესი, მერე კორუფციიდან დაწყებული, რა ვიცი, ღალატით დამთავრებული ყველაფერი შესაძლებელი ხდება, ეჭვიანობა იზრდება და სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს, ასე ვთქვათ, რისკის ქვეშ და ამიტომ მარტივია ვერტიკალი აწყო, მაგრამ უბრალოდ აი მე არ მინდა შევიდე სპეკულაციაში ზუსტად რატომ გააკეთეს ბიზნესმა, იმის რომ ფაქტად ვიცით რომ ეს ხდება უბრალოდ. ამას რამდენად პასუხობს სათანადოდ პარალელური პროცესი, მათი მოწინააღმდეგეთა, ესე ვიტყვი, ვინც უპირისპირდება ივანიშვილის რეჟიმს, არ ვიცი, ეს იქნებიან კონკრეტული პარტიები, კონკრეტული პოლიტიკოსები, კონკრეტული აქტივისტები თუ ასე შემდეგ. ზოგადად პროცესი, აი მეორე მხრიდან, რასაც ვხედავთ, მათ შორის ქმედების დონეზე, აი რამდენად პასუხობს იმას, რა დღის წესრიგით ვახსენე მე ხელისუფლების მხრიდან, აი რასაც აკეთებს ივანიშვილი. მე მგონი ყველაფერი ცუდი რაც ახლა ხდება, საბოლოო ჯამში მათ შორის იმის შედეგია, რომ უბრალოდ ოპოზიციაში არაფერი აღარ დარჩა. ჩვენ ერთ-ერთი პარტია ვართ სიამოვნებაში ოპოზიციაში. რას გულისხმობთ აღარაფერი აღარ დარჩა? აი უბრალოდ აი მეორე პარტია არ არსებობს ოპოზიციური, იმიტომ რომ შეიძლება არსებობდეს. არ არსებობენ ოპოზიციური. აი ცალკეული ადამიანები შეიძლება არსებობდნენ, როგორც აი პოლიტიკური წონა ქონდეს რაღაც თავისი რეიტინგი და ცნობადობა და ამ შემდეგ, მაგრამ აი პარტია ხო რაღაცას ნიშნავს. გაგების დონეზე პარტია. სტრუქტურა, გადაწყვეტილების მიღების, აი მაგათად რომ შეგიძლია თქვა ნაციონალურ მოძრაობაში ვინმე ადამიანი, ვისაც შეუძლია პასუხისგებლობა იყოს საკუთარი პარტიის ქმედებებში. თქვა რომ პარტია ასე იქცევა, ამისი იქცევა. პარტიას ასეთი სტრატეგია აქვს, ამისეთი სტრატეგია აქვს. რამე თქვენ ეთერში თავმჯდომარე ესეთი პიროვნება. არა მგონია რომ თემ ბოკუჩავას საერთოდ შეძლოს რამე შესვლა თავის პარტიაში. უბრალოდ რამდენი თუნდაც 4 ოქტომბრის ამბები გვაჩვენებს რომ ეს პარტია ხო რაღაცნაირად ითვალისწინებს სააკაშვილის პოზიციებს. მე მგონი მიშამაც კი მიატოვა ნაციონალურ მოძრაობა. ანუ უბრალოდ აი ტიმოშენკოს ისტორია მაგალითად რასაც გვაჩვენებს, არის სრული კატასტროფა. რომ ერთმანეთში ვერ გაერკვნენ რა მოხდა შიგნით და უნდა დაუჭირო ხარი ტიმოშენკოს თუ ზელენსკის აი ამ არ და ყველამ კარგად უნდა იცოდეს რა და როგორ ხდება თუნდაც უკრაინაში მithumetes რა გეუბნებათ ამას აი რა რითი მეუბნებით რომ როგორც პარტია აი წამოგიეთ რა აღარ არსებობს აი ამდე ვინ იყო თქვენთვის ისეთი პიროვნება ვინც მაგალითად პასუხისგებლობას იღებდა ნაციონალური მოძრაობა რას გააკეთებდა აი დღეს რომ მეუბნებით რომ ესეთი აღარავინ არისო ხო ნუ შეიძლება ვივარავდოთ რაღაც ეტაპზე როცა აი თუნდაც მიშა უფრო ჩართული იყო პროცესში იყო ვიღაც ადამიანის მიშას მეორე ნომერი იყო ასე თქვა და რაღაც გადაწყვეტილების მიღების პროცესი იყო და ამ შემდეგ ივარავდო რომ კი აი შეიძლება ერთი ლიდერი, კაფე ლიდერი ყავთ, მაგრამ
პარტია რომ შეიძლება მიხვიდე დაელაპარაკო, იცი ამ ადამიანის წონა ამ პარტიაში, იცი რომ ამას შეიძლება ამაზე დაელაპარაკო, მაგალითად პირობით ვიღაც ერთს დაელაპარაკო რაღაც საარჩევნო პროცესზე, ვიღაც სხვა ადამიანი პასუხისმგებელია, რა ვიცი, რაღაც პროპაგანდაზე და ასე შემდეგ და ამიტომ თუ პარტიასთან საქმე აქვს, იცი რომ ამ პარტიის სხვა როლებია და ეს ადამიანები ამაზე პასუხისმგებელია, ამ საქმეს აკეთებენ და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გაწყვეტილება როგორ მიიღება, ხო? და ასეთი რაღაცა ნაციონალურში არ არსებობს. აი ვერავის არ ყავთ მისასვლელი პირი, რამე საქმე რო გქონდეთ, ეხლა ნაციონალური მისასვლელი შეიძლება იყოს, მაგრამ ვინ რაზე იღებს პასუხისმგებლობას, ვინმე არ არსებობს ადამიანი, თქოს რომ კაი, შევთანხმდეთ, რამეზე შევთანხმდეთ. და მაგალითად ჩვენ მქონდა 24 წლის არჩევნების წინ საარჩევნო უბნებზე შეთანხმება და ვიცოდი რომ როცა გიორგი ბოტკოვას მე შევთანხმდი რაღაცას, აი რაღაც რაც მე ვიცოდი, რაზე შევთანხმდი და რაზე იყო ის პასუხისმგებელი. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს იყო ნაციონალურობას ქონდა, ნაციონალურობა დაკარგა ეს ეხლა 25 წელს საბოლოოდ, როცა უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე, იმიტომ რომ ნაციონალურობა იყო ერთადერთი პარტია, რომელსაც ჰქონდა პარტიული სტრუქტურა, ხოცებს თუ არ ჩავთვლით. და ის დაკარგა და ამიტომ საბოლოო ჯამში აი რაც ქვია პარტიას ქვია რაღაც აი გადაწყვეტილება რომ მარტო ერთი ადამიანი კი არ დაბოდიალობს აი მის უკან რაღაც ადამიანები დგას რომელსაც რაღაც საერთოდ იდეა აერთიანებს რაღაც გაწყვეტილების მიღების წესი აერთიანებს პარტიული სტრუქტურასაც ქვია აი აღარ არსებობს ყველაფერი დაკარგა ოპოზიციამ მათ შორის აი ბოლო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის მანდატებზე უარის თქმის დაფინანსებაზე უარის თქმის და აი ყველაფერს ეს მოხდა და საბოლოო ჯამში ეხლა შეიძლება საამაყო დიდი არაფერი არის რომ ჩვენ მარტო დავჭით როგორც პარტია ასეთ იმიტომ რომ საბოლოო ჯამში იმიტომ რომ ოპოზიციაში უკვე მთლიანად ჩამოიშალა ყველაფერი აი ის ხდება რაც ხდება ხა ქართულ იმის უფლება აქვს ქართულობას კეთების რასაც აკეთებს იმიტომ რომ ვერ აჩერებს წინააღმდეგობას ვერ უწევს პარლამენტში არაფერი არ ხდება მართ არავინ არ არის. რამდენიმე გახარის წარმომადგენელს თუ არ ჩავთვლით, იმიტომ რომ გახარიას გაქცეულია და თავისით მუშაობს გერმანიაში კვლევებს წერს. ხო და ანუ გახარის პარტია აღარ არსებობს როგორც ასეთი. ხო და რა უნდა გაამტყუნო ბიზნესმენში, როცა სრული ძალაუფლება ჩაუვარდა, თვითონ ან ოპოზიციის ნაწილს აკონტროლებს, ან ის დანარჩენ ნაწილია არის იმდენად რესურსები იმდენი არ აქვს რაღაც გააკეთოს. ეს ხო ფაქტორია, ნუ ეხლა გამოდიან ნელ-ნელა, მაგრამ მაინც. აი დარწმუნებული ვარ ზოგი მათგანი საერთოდ ბიზნესთან შეთანხმებულად ზის სიმციხეში. ვინ მაგალითად? მაგალითად გვარამია. მე ვერ დამარცხებია. რა არის? არა მე აი ხა ქართული ოცნება დებატებს რო იწყებს არ იქნებოდა ურიგო ზოგადად რომ იგივე დებატები ყოფილიყო ოპოზიციის მხარეს. ეს დებატების ამბავი შემოგდებული გქონიათ ხოცების მხრიდან თუ მართლა შეიძლება? არ ვიცი, დაიწყება და ვნახოთ, იმედია მივიღებთ მონაწილეობას და ფორმატი ისეთი იქნება რომ გავერკვევით რა ხდება და როგორი. მონაწილეებიც მაინტერესებს, მაგრამ რაღაც აი გარიგებით ციხეში ჯდომა ისეთი ბრალდება არის სანდრო, აი არ ვიცი რა უნდა იყოს გარიგება რომ ადამიანს ამდენი თვით უღირდეს თავარი რაც ვიცი, რაც მე გავიგე პოლიტიკაში, ქართულ პოლიტიკაში, რომ აი ყველაზე ასე ვთქვათ, სიმპტომატური, ასე ვთქვათ, არის ფული და ფულის წყარო. და გვარამია გამოირჩევა იმით, რომ 10 მილიონი დახარჯა 24 წლის არჩევნებში. დახარჯა ექსკლუზიურად იმისთვის, რომ მიშასთვის წერტმა ხმები და არა ბიზნესთვის. ანუ ნაცების ხმები გაიყო. საბოლოო ჯამში დავინახეთ, რომ ნაცმოძრაობა და მათი ამორჩეველი დარჩა წარმომადგენლების გარეშე პარლამენტში, საკრებულოებში, დარჩა ტელევიზიის გარეშე, თავარი დაიხურა, არ და ტელევიზიის შენარჩუნებას მარტო გვარამიას ხელფასი კი ეყოფოდა. და საბოლოო ჯამში და რაც თავარია ის რაღაც 10 მილიონი არც კი დაიბლოკა. ჩვენ რეალობაში 1000 და 2000 ლარის კი იბლოკება ხოლმე. ჩვენ პარტიის მაგალითზე ვიცი, რომ პრობლემა აქვს ხოლმე ბიზნესმენს, რომელსაც შეიძლება მილიონები ქონდეს, რამდენიმე 1000 ლარი თვეში შემოწიროს. ამ რეალობაში ვცხოვრობ. მეგონი ვინმე თუ პოლიტიკასთან ახლოს ყოფილა, იცის რომ ფული არის ყველაზე რთული რაღაც, რაც შეიძლება იშოვო ჩვენ პოლიტიკაში თუ პატიოსთან დაკეთებ ამას. ხო და ვინ დამაჯერებს მე რომ გვარამი 40 მილიონი იშოვა და ხოცებს პრობლემა არ შეუქმნია. მით უმეტეს ამაზე არაერთხელ ყოფილა დისკუსია და ყოველ ჯერზე გაექცენ პასუხს და სანამ ამ კითხვაზე არ იქნება პასუხი, თუ არ აღმოჩნდა რაღაცა სასწაული გზა მით უმეტეს რამდენი წელი გავიდა უკვე ვერავის ვერ ასე ვთქვათ დაადანაშაულებდა და შემდეგ თუ მე შემიძლია ჩემი სტყვები უკან ავიღო მაგრამ მელიასთან დებატებიც იყო ამაზე და ბევრი ამაზე საუბარი იყო 40 მილიონზე მე არ დავიწყია საუბარი ზოგადად თელი ოპოზიციური სპექტრი ამაზე თანხდება და მე არ მომიგონია ეს რიცხვი და საბოლოო ჯამში აი ეს არის თავარი სიმპტომი შედეგები, ნაცმოძრაობის დაშლა, ოპოზიციის განადგურება, ყველა მანდატების, აი თვითონ იდეა რომ პარლამენტში ოპოზიცია უნდა იყოს. რა სჭირდება მაშინ ახლა აი ამ პროცესს? აი რასაც თქვენ აღწერთ,
რაღაცა დაზიანდა ოპოზიცია, დაზიანდნენ კონკრეტული პირები, შეიძლება ვიღაცამ რაღაც თვით დაზიანებებიც მიიყენა, ესე ვთქვათ, ვიღაცის რაღაც კონკრეტული არჩევანი იყო, მაგრამ აი ეხლა რა ჭირდება? ეს ხალხი ხო არსად არ გაქრება რეალურად. აი ერთსაც ვიტყვი რომ დავამთავრო, წამოგინეთ, დაახლოებით 24 მილიონი დაკარგა ოპოზიციამ წელიწადში აი ამ გვარამიას ინიციატივით პარლამენტში არ შესვლით და არჩევნებში არ მონაწილეობით. 24 მილიონზეა საუბარი. არა რაღაც 1000 და 2000. 24 მილიონი წელიწადში ოპოზიციას რო ქონოდა, ეს ხო სხვა სიტუაცია იქნებოდა, თუნდაც თქვენი ტელევიზიის ამბავში, ხო თქვენი მეტელიაშურს გეკნებოდა და პოლიტიკური რეკლამა მეტი იქნებოდა ბოლოს და ბოლოს. და იგივე და 4 წლის მანძილზე რამდენხელა ფულზეა საუბარი. და აი ეს რო გამოიფიტა ოპოზიცია ფლიანად, ეს მათ შორის გვარამიას დამსახურებაა და გამოსავალი ძალიან მარტივია. გამოსავალი არის დისკუსია. არ ვიცი ხა ქართული ოცნების დებატები რამდენად ცოცხალი და ნამდვილი დებატები იქნება, მაგრამ აი ოპოზიციას ხო არავინ არ უშლის რომ აქ ნამდვილი დებატები იყოს. ბოლოს და ბოლოს ვინმე არის გვარამიას პარტიის მხარეს, ვინმე ვინც პასუხს აგებს იმას, რაც მოხდა 24 წელს, რაც მოხდა 25 წელს, ვინმე არის ნაციონალურ მოძრაობაში, ვინც პასუხს აგებს ისაც მოხდა 4 ოქტომბერს მაგალითად. ამას დისკუსიები ხონდა დაიწყოს. მე შემიძლია უამრავი ბრალდება იმასაც წავუდგინო, მაგრამ საბოლოოში მე ისიც მესმის, ამორჩევის თვალში შეიძლება ჩემი ეს ნალაპარაკები არ იყოს დამაჯერებელი, იმიტომ რომ აი მარტო ლაპარაკობ და აქეთ პასუხს არ მცემენ. მე ხრივად ის ციხეში ის და შენ არა გვარამიას მთელი პარტია ყავს. არა რატო გვარამიაზე არა ბევრი პოლიტიკური პატიმარია სანდრო. არა მესმის, მაგრამ მე რადგან კონკრეტულ ამ სიტუაციაზე იყო, მაგრამ და ის პატიმრების დიდი რთული დასაჯერებელი კი, ცხადია. რომ რაღაც ტიპის გარიგების ხათრით შეიძლება ადამიანები არ ვიცი. ამიტომ უნდა იყვნენ იყოს დებატები და დისკუსიები. გასაგებია ისიც, რომ ათობით ადამიანი საერთოდ უდანაშაულზის ციხეში. მაგრამ ის ხალხი რატომ ზის ციხეში? იმიტომ რომ პოლიტიკოსებმა ისეთი პროცესი დაიწყეს, რომელზეც საერთოდ პასუხს არ აგებდნენ. აი ხაბიაშვილმა თქვა რომ წავაგეთო და დავმარცხდითო და ხაბიაშვილს რა როლი ჰქონდა? ხაბიაშვილი გმირი არის თუ რასაც კობახიძე ამბობდა ქართული ოცნების აგენტი არის. აი ეს არ უნდა იყოს გარჩეული? ბოლოს და ბოლოს, რა ვიცი, შედეგად ხო ვიცით რომ 4 ოქტომბერმა ყველანაირად დააზიანა ოპოზიცია. ის ხალხი, ვინც არჩევნებში იღებდა მონაწილეობა და ისინიც, ვინც არ იღებდა მონაწილეობას. ხო ყველა დავზიანდით. კი ბატონო, გავიგებ. ხო და ამიტომ დისკუსიები თუ დაიწყება ოპოზიციურ სპეცზე, მე მგონი გამოსავალი გამოჩნდება. კაი, ამასობაში ლოგიკურად მივდივართ, ხო ბოლო კითხვას დაგისვამ და შემდეგი სტუმრები გველოდებიან. თქვენით იზრდებით ამასობაში, აი იმის ამბიცია გაქვთ, რომ ჩვენს მეტი პარტია აღარ არის ფაქტობრივად, ჩვენ და ქართული ოცნებაო და აი რამდენი ხანია თან აი მათ შორის ოპონენტების მიმართ აი კრიტიკული განწყობით გამოირჩევა, ხო თქვენი პოლიტიკური ძალა და ზომავთ ამას იზომება, ახლა ბოლო არჩევნება გაჩვენათ, რომ მაგალითად ძალიან გაიზარდეთ მხარდამჭერთან. მე ვთქვი, რომ არაფერი ხა საამაყო იმაში არის, რომ ჩვენ მარტო დავჭით იმ გაგებით, რომ ეს ჩვენი დამსახურება კი არის, რომ ჩვენ ვაჯობეთ და მოიხატებოდეს თქო ეს. კი, და ეს მათ შორის დამსახურებაა ჩვენი ოპონენტების თვით ლიკვიდაციის შეერებში გადავიდნენ, მაგრამ რეალობა ისეთია, რომ ჩვენი პარტიის ზდის მათ შორის ერთ-ერთი თავი შემაფერხებელი არის რესურსები. და ჩვენ იმიტომაც ხედავთ ამას, რომ ის პოლიტიკა ისე აწყობილია, ძალიან ბევრი ფული ჭირდება. როგორც თქვენ ტელევიზიას ძალიან ბევრი ფული ჭირდება, როგორც ამორჩევლის რაღაცა პარტიულ სტრუქტურას ბევრი ფული ჭირდება. და საბოლოო ჯამში ეს ბარიერები რეალურად არსებობს. და ქართული ოცნება ამით მართავს პოლიტიკურ ველს, რომ ვინც არ არის სასურველი ის შებოჭილია რესურსების მოპოვებაში, შებოჭილია სხვა აქტივობაში და ამიტომ რთულად იზრდება და ვინც უფრო, რა თქვა, სასურველია მათთვის, იმას ფულის წყაროები უცბად უჩნდება. ამიტომ ჩვენ ეს ბარიერები, რადგან ვიცით და ვხედავთ და წლები ამასთან ცხოვრობთ, ზდა რა თქმა უნდა ძალიან ნელია, მაგრამ საბოლოოში მაინც იმედიანად ვართ, იმიტომ რომ იქნებ ამორჩეული მიხვდეს. იქნება ოპოზიციური ამორჩეული მაინც მიხვდეს. კაი, ქართული ოცნების სიკეთული რესურსია და პროპაგანდაა და რაღაც. იქნება ოპოზიციური ამორჩეული მაინც მიხვდეს, რამდენი ხანია გრძელდება. ერთი და იგივე შეცდომები, ერთი და იგივე ლოზუნგები, ერთი და იგივე გეგმა ხვალ იქნება და შემდეგ იქნებ დაფიქრდეს. და თუ დისკუსია დაიწყება მედიაში, მე მგონი თვალ მარტივ იქნება, რომ დავარწმუნოთ, რომ ჩვენი მხარდაჭერები გახდნენ ის ხალხი, ვინც აქამდე სხვა პარტიას უჭერდნენ მხარს.